აბა, ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ქვეყნის ყოველი მესამე მეზობელი, მეგობარი თუ კოლეგა უბრალოდ ერთ დღესაც დგება და სამუდამოდ მიდის. ხო, ეს რაღაც ფილმის სცენარს გავს, მაგრამ ფანტასტიკა ნამდვილად არ არის. ეს საქართველოს უახლესი ისტორიაა, ამბავი ერთ დრამატულ ძრაზე, რომელმაც მილიონზე მეტ ადამიანს აიძულა დაეტოვებინა საკუთარი სახლი და სამშობლო. სანამ დეტალებში ჩავალთ და მიზეზებსა და შედეგებზე ვილაპარაკებთ, მოდით პირდაპირ ერთ ძალიან მძიმე მონაცემს შევხედოთ. ერთ ფრაზას, რომელიც ალბათ მთელ ამ ისტორიას ყველაზე ზუსტად და მძაფრად აღწერს. მაშასე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 1/3 ქვეყნიდან წავიდა. დიახ, კარგად დაფიქრდით ამ რიცხვზე. ყოველი მესამე ადამიანი. ეს ხომ ხვდებით უბრალოდ სტატისტიკა არ არის. ამის უკან დგას ცარიელი სახლები, შუაზე გახლეჩილი ოჯახები და ქვეყნისთვის დაკარგული უზარმაზარი პოტენციალი. და რა თქმა უნდა, ეგრევე ჩნდება კითხვა. კი, მაგრამ როგორ მივედით აქამდე? რა ისეთმა ძალამ აიძულა ამდენი ადამიანი, რომ ყველაფერი მიეტოვებინა და წასულიყო? პასუხი რომ ვიპოვოთ, მოდით დროში ცოტა უკან გადავინაცვლოთ საბჭოთა კავშირის ბოლო ერთი შეხედვით წნარ წლებში. იმისთვის, რომ ბოლომდე გავიაზროთ, რამხელა შოკი იყო 90-იანების ემიგრაციის ტალღა, ჯერ უნდა დავინახოთ, როგორი იყო ვითარება მანამდე, როგორი იყო საქართველოს კოლაფსის პირას. აი, ეს სურათი ძალიან მკვეთრ კონტრასტს შექმნის იმ ქაოსთან, რომელიც სულ მალე დაიწყებოდა. ანუ 80-იანში ემიგრაცია როგორც ასეთი, ეროვნული პრობლემა საერთოდ არ იყო. კი, რა თქმა უნდა, ადამიანები ტოვებდნენ ქვეყანას, მაგრამ ეს იყო რაღაც კონტროლირებადი ხშირად დროებითი პროცესი. მაგალითად, ვიღაც სამეცნიერო მივლინებით მიდიოდა, ვიღაც სამუშაო კონტრაქტით. აი, ის აზრი, რომ ასობით 1000 ადამიანი ადგებოდა და სამუდამოდ წავიდოდა, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. და მთავარი განსხვავებაც სწორედ ეს იყო. მაშინ მიგრაცია არანაირად არ ასოცირდებოდა რაღაც სოციალურ პრობლემებთან ან არალეგალურ სტატუსთან. ეს იყო ჩვეულებრივი რეგულირებული პროცესი. თუმცა რკინის ფარდის დანგრევასთან ერთად ყველაფერი თავდაყირად დადგა. და აი სწორედ აქ იწყება ყველაფერი. ახლა ჩვენ შევდივართ 90-იანი წლების ქაოსში, პერიოდში, რომელმაც საბჭოთა სტაბილურობის ილუზია ერთიანად დაამსხვრია და საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თავი გადაშალა. უბრალოდ, შეხედეთ რა ელვისის სწრაფად დაინგრა ყველაფერი. 80-იანების ბოლოს არსებული სიმშვიდე 1991 წელს საბჭოთა კავშირის კოლაფსით შეიცვალა. ამას მაშინ ემოხვა ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი და შედეგად ქვეყნიდან გასასვლელი გზები ხალხით გაიფსო. ეს უკვე არჩევანი აღარ იყო, ეს იყო გადარჩენის ინსტინქტი. მასშტაბი რომ მოკეთ აღიქვათ, აი, ეს ერთი მონაცემით საკმარისია. 90-იანი წლების საქართველოში შემოსულ ყოველ ერთ ადამიანზე ქვეყნიდან 4 გადიოდა. წარმოგიდგენიათ, ეს იყო ცალმხრივი ბილეთი, რომელმაც ქვეყანა ადამიანური რესურსისგან ფაქტობრივად დაცალა. მაგრამ ალბათ ყველაზე მტკივნეული ის იყო, თუ ვინ მიდიოდა. ეს არ იყო მხოლოდ სამუშაო ძალა. ქვეყანა დაცალა ინტელექტუალურმა ელიტამ. წავიდა ექიმების 75%, მეცნიერების 95% და ინტელიგენციის, ანუ ქვეყნის მოაზროვნე ნაწილის თითქმის 90%. ამ დამანგრეველ მოვლენას ტვინების გადინება ქვია და ეს ის ჭრილობაა, რომელიც საქართველოს მოდი ვთქვათ, დღემდე არ მოშუშებია. სტატისტიკა რა თქმა უნდა შთამბეჭდავია, მაგრამ მის მიღმა ხომ რეალური ადამიანები, რეალური ისტორიებია. მოდით ვნახოთ, რა აიძულებდა მათ მიეღოთ ეს წარმოუდგენლად რთული გადაწყვეტილება. რა იყო ის მთავარი მაიძულებელი ფაქტორები, როგორც ამას ექსპერტები ეძახიან. მიზეზები სიმართლედ გითხრათ ძალიან მარტივი და ამავდროულად ძალიან მძიმე იყო. კატასტროფული უმუშევრობა, მიზერული ხელფასები, რომელიც გადარჩენისთვისაც კი არ იყო საკმარისი, მუდმივი პოლიტიკური დაძაბულობა და რაც ალბათ მთავარია, იბედის სრული დაკარგვა, რომ ქვეყანაში რამე უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ჰოდა ამ ფონზე გასაკვირიც არ არის, რომ წასულთა აბსოლუტური უმრავლესობა ეკონომიკური მიგრანტი იყო. ისინი არ ეძებდნენ რაღაც თავგადასავლებს. ისინი უბრალოდ ეძებდნენ შანსს, რომ გადაერჩინათ და ერჩინათ საკუთარი ოჯახები. სულ ეს იყო. და ბოლოს, ჩნდება კიდევ ერთი კითხვა. სად მიდიოდა ეს ხალხი? საით მიემართებოდა იმედის მაძიებელთა ეს უზარმაზარი ნაკადი? როგორც ვნახავთ, მიმართულებები დროთა განმავლობაში იცვლებოდა და ეს ცვლილება უფრო დიდ გლობალურ სურათსაც გვიჩვენებს. თავიდან პირველი ტალღა, ასე ვთქვათ, ნაცნობი გზებით წავიდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რუსეთსა და უკრაინაში, სადაც ენისა და კულტურის ბარიერის შედარებით დაბალი იყო. მაგრამ ძალიან მალე, როცა პირველმა წასწოლებმა გზა გაკვალეს, ჰორიზონტი გაფართოვდა. მეორე ტალღამ უკვე მთელ მსოფლიოს მიაშურა, ამერიკიდან დაწყებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნით დამთავრებული. იცით, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველოს ეს მტკივნეული გამოცდილება რაღაც უნიკალური და მხოლოდ ჩვენი არ ყოფილა. ის უფრო დიდი გლობალური პროცესის ნაწილი იყო. მე-20 საუკუნის ბოლოდან ადამიანების გადაადგილება მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა. უბრალოდ საქართველოს ისტორია ამ მსოფლიო ტრენდის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი და დრამატული თავი აღმოჩნდა.
და ბოლოს, ჩვენ ვრჩებით ამ ძალიან დიდ ღია კითხვით. რა გავლენას ახდენს ერზე, როდესაც მისი ყველაზე აქტიური შრომისუნარიანი ნაწილი ტოვებს ქვეყანას? ეს არის კითხვა, რომლის შედეგებსაც საქართველო დღემდე იმკის და რომელიც ალბათ მომავალ თაობებსაც ბევრ რამეზე დააფიქრებს.